ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა წარმატებით შეძლო 2021-2024 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული ბიზნესისა და ამოცანების შესრულება და ახალი 2025-2030 წლების სტრატეგია დაამტკიცა. აღნიშნული სტრატეგია განსაზღვრავს ქვეყანაში საკადასახადო და საბაჟო ადმინისტრების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მიმართულებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანი გზამკვლევია გადასახადის გადამხდელებისთვის, ბიზნესისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით თემაზე სასაუბროთ დღევანდელი რუბრიკის სტუმარია. მე შეგახსენებთ, რომ ბიზნეს პარტნიორისა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი რუბრიკა გვაქვს და დღევანდელ ჩვენს გადაცემაში სტუმრად ყავს ასეთ თაბაკარი, შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თავდაპირველად ვისაუბროთ აქამდე არსებული სტრატეგიის მნიშვნელობაზე და განსაზღვროთ ახალი სტრატეგიაში რა ძირითადი საკითხებია დარეგულირებული ან მონიშნული, რომელმაც შემოსავლების სამსახურის გამართული ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს ერთი და მეორეს მხრივ გადამხდელებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად სრულყოფილად იცოდნენ რა ტიპის გადასახადებია, ვისთან აქვთ ურთიერთობა, რა შემოსავლების სამსახურის რომელ რგოლთან და ასე შემდგომ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით ტელემაყურებელს. როგორც აღნიშნეთ, შემოსავლების სამსახურმა წარმატებით განახორციელა წინა 2021-2024 წლების სტრატეგია თავისი განსაზღვრული ამოცანების ქვეშ ამ მიზნების ამოცანების მიღწევა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა უკვე ახალი, შედარებით გრძელვადიანი 2025-2030 წლების სტრატეგიის შემუშავების საჭიროება, რომელზე მუშაობას დავიწყეთ შარშან, რომელიც დასრულდა შარშან დეკემბერში და განსაზღვრული არის ამ ახალი სტრატეგიის ქვეშ უკვე ის ახალი მიმართულებები და მიზნები, რომელზეც სამსახური იმუშავებს შემდგომი წლების განმავლობაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი გზამკვლევი იქნება ბიზნესისათვის. ვიდრე გზამკვლევის დეტალებს მივყვებით და რაზეა ლაპარაკი ამ გზამკვლევში, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად იყო ჩართული ამ გზამკვლევის შემუშავებაში ბიზნესი. ანუ რეალურად ეს გზამკვლევი არ იწერება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის პირობითად სტრუქტურული ერთეულებისთვის. მისი მიზანი არის, რომ სტრატეგია იყოს განსაზღვრული მაქსიმალურად კაფიოდ გამჭვირვალედ. შესაბამისად, საინტერესოა ბიზნესთან თუ გქონდათ ამაზე კონსულტაცია და რა ტიპის შენიშვნები ჰქონდათ სანამ ოფიციალურად უკვე დაამტკიცებდით ამ სტრატეგიას? ნამდვილად ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა სტრატეგიის შემუშავების პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ მრავალი თვის მანძილზე ჩვენ გქონდა შეხვედრები თითქმის ყველა ბიზნეს ასოციაციასთან, პროფესიულ ორგანიზაციებთან, ბიზნესთან, ისევე როგორც შიდა დაინტერესებულ მხარეებთან, გულისხმობ სახელმწიფო უწყებებთან, ჩვენივე თანამშრომლებთან, ექსპერტებთან და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რომლებმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და შენიშვნები პოზიციები გამოხატეს და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში უკვე აისახა აი ამ სტრატეგიულ დოკუმენტში. რა წერია ამ სტრატეგიულ დოკუმენტში? ძირითადი ასპექტები რა არის ამ დოკუმენტის? ახალი დოკუმენტი განსაზღვრავს 4 ძირითად მიმართულებას. მე შევეცდები ძალიან მოკლედ გადმოვარტყო ტელემაყურებელს და გავასწროთ რას გულისხმობს ეს ახალი მიზნები. პირველი და ძირითადი მიზანი განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ციფრული ტრანსფორმაცია და ამ გზით კანონთანშესაბამისობის მიმართულებით კანონთანშესაბამისობის ხელშეწყობა. ამ მიზნის ქვეშ სამსახურმა გააერთიანა 9 ძირითადი ამოცანა და ვეცდები ძალიან მოკლედ ჩავიარო. პირველი და მნიშვნელოვანი ძირითადი ამოცანა შემდეგი წლების განმავლობაში ამ მიზნის მისაღწევად იქნება საგადასახადო რისკების მართვის პროცესის გაძლიერება, რომელშიც ჩვენ შემდგომ წლებში გეგმავთ უფრო ბევრად აქტიურად გამოვიყენოთ საერთაშორისო ინფორმაციების გაცვლის ფარგლებში მიღებული მონაცემები და უფრო მეტად განვითარდეს მოკლედ ეს საერთაშორისო ინფორმაციის მიმოსვლის მექანიზმები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საგადასახადო სანათად საბაჟო რისკების მართვის სისტემის განვითარებას და ამ კუთხით ძირითადი ამოცანა იქნება წინასწარი გაცვლის მექანიზმების დანერგვა სხვადასხვა ქვეყნებთან, როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ევროკავშირთან და ასე შემდეგ. მესამე ძირითადი ამოცანა იქნება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ბიზნესისათვის. სამსახური გეგმავს 2030 წლისთვის თითქმის სრულად მეტწილად იყოს ინტეგრირებული ბიზნესის გადასახადის გადამხდელის შიდა ბიზნეს სისტემაში, რაც გულისხმობს მათ უშუალო აღრიცხვის სისტემებთან პირდაპირ კავშირს და ამ გზით რეალურ დროში რისკების მართვას, შესაძლებლობის დაშორების ალბათობის შემცირებას და კანონთანშესაბამისობის ამაღლებას. ასევე ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება მსხვილ გადამხდელთა ბიზნესის ადმინისტრების გაუმჯობესება. თქვენ იცით, რომ წინა სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა მსხვილ გადამხდელთა ოფისი, გამომდინარე იქიდან, რომ ის გადამხდელები, რომლებიც დღეს
ეს მსხვილი გადამხდელთა ოფისის ქვეშ ფუნქციონირებენ, არიან ბიუჯეტის თითქმის მესამედზე მეტის შემომტანები, შესაბამისად ამ მიმართულებით სამსახური გააგრძელებს მუშაობას შემდგომი 6 წლის მანძილზე, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა დაეცემა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ახსენეთ, ინფორმაციული ნაწილი, ტექნოლოგიური ნაწილი, ციფრული ტრანსფორმაცია. ამ მიმართულებით რამდენად სერიოზული რეალურად ტრანსფორმაცია იქნება აი ამ წლების განმავლობაში, იმიტომ რომ ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რამაც გადასახადის გადამხდელებს უნდა გაუმარტივოთ მაქსიმალურად შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა და მინიმუმამდე დაიყვანოს დაუშვათ გარკვეულწილად არსებული ხარვეზები. ანუ ამ მიმართულებით რაც ცვლილებებს ველოდებით? მინდა ძალიან მოკლედ გავმარტო, რომ ციფრული ტრანსფორმაცია არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე პროცესების გაციფრულებას. ციფრული ტრანსფორმაციის მოდელი ეფუძნება ჩვენ დავაფუძნებთ ეკონომიკური განვითარებისა და დამსჯელობის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ მოდელს, ეგრეთ წოდებულ მესამე თავების საგაცხადო ადმინისტრაციას, რომელიც გულისხმობს სამსახურისა და ბიზნესის გადამხდელების, ბიზნეს ეკოსისტემების სრულად ერთმანეთთან თანხვედრას და ინტეგრაციას. მაგალითად რაში გამოიხატება? მაგალითად ჩვენ რეალურ დროში გვექნება წტომა გადასახადის გადამხდელის ყველა შიდა აღრიცხვის სისტემაზე, ანუ გვეცოდინება გადამხდელი რას აკეთებს, მისი შესაბამისად ეგან გამოჩა რომ ეთქვა დავაზუსტებ, ანუ ეს მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ გადასახადის გადამხდელს დეკლარირებისას შევთავაზოთ ისეთი სერვისი, როგორიც არის წინასწარი და ავტომატური დეკლარირება, რაც ერთი მხრივ ამცირებს კანონშტამისობის ხარჯს გადამხდელის მხარეს, ხოლო მეორე მხრივ ჩვენთან ადმინისტრირების ხარჯს და სიზუსტეს უზრუნველყოფს. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, თუმცა რამდენად ბიზნესი წამოყვება თამაზე, როდესაც მას არა პირობითად დეკლარაციის შევსების პერიოდისთვის თვის ან კვარტლის განმავლობაში, არამედ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმს თუ სწორად გავიგე, ექნება რეალურად შემოსავლების სამსახურს წვდომა ბიზნესის ამა თუ იმ დავუშვათ საქმიანობასთან, ხო? რამდენად წამოყვება თამაზე ბიზნესი და ეს რამდენად შესაბამისობაშია საერთაშორისო კანონმდებლობასთან? კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, ანუ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ამოცანა, ამის გარდა კიდევ 21 ამოცანა განსაზღვრული ამ სტრატეგიაში, თუმცა ამ ამოცანის ქვეშ იგულისხმება ის, რომ პირიქით ჩვენ გადასახადის გადამხდელებს ბიზნეს ვეხმარებით ინფორმაციის სწორად შეკრებაში და ამ ინფორმაციის ნაკლები შესწავლებით ჩვენთან წარმოდგენაში. რაც შემდგომში, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ ნაკლებია შემოწევა, ნაკლებია დავები, ნაკლებია აუდიტი და ასე შემდეგ. კი ბატონო, სანამ გადავალ სხვა მიმართულებაზე, აუცილებლად რადგან ეს ერთი ნაწილია, დანარჩენი ბევრია. აი მაგალითად ბიზნესთან ურთიერთობის კუთხით რა იცვლება? ჩვენ ერთ-ერთ ამოცანად ყველაზე მნიშვნელოვანი ბუდე ხოლმე ერთ-ერთ ასევე ერთ-ერთ ამოცანად განსაზღვრეთ და ამოცანის შესრულებაზე ვიქნებით ორიენტირებული. ეს ამოცანა არის საჯაროობაზე, პარტნიორულ ურთიერთობებზე დაფუძნებული ეკოსისტემის განვითარება, რაშიც ასევე მნიშვნელოვანი როლი ეკისრება თქვენ ჟურნალისტებს, მედიას და ბიზნესს. ეს გულისხმობს, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ანგარიშვალდებული ბიზნესთან, მაქსიმალურად ხშირად პერიოდულობით განმოვაქვეყნებთ ხოლმე ინფორმაციას მათ შორის ამ სტრატეგიის ქვეშ განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ. ან რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა და ყველა ეს ინფორმაცია იქნება მაქსიმალურად გაცვლილი ბიზნესთან. ბიზნეს პარტნიორი ამ ნაწილში, რასაც გამჭვირვალობის და ბიზნესის ინფორმაციის მიწოდება ეხება, ბუნებრივია აუცილებლად მხარს აგებავთ, იმიტომ რომ რაც მეტი ინფორმაცია ექნება ბიზნესს, მით მეტად ეცოდინება დაუშვათ რისკების მართვასაც, მით მეტად შეძლებს და მით მეტად მოახერხებს გადასახადის სწორად გადახდასაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, საქართველოს გეგმავს არის გაცხადებული ამბიცია, რომ ევროკავშირის წევრი უნდა გავხდეთ 2030 წელს. რა დამატებით მოთხოვნებს უყენებს ევროპული კანონმდებლობა, ევროპული რეგულაციები საქართველოს ამ შემთხვევაში, რასაც საკადასახადო კანონმდებლობა და საკადასახადო რეგულაციები ჰქვია და რამდენად ითვალისწინებს ეს დოკუმენტი აი ამ ნაწილსაც, იმიტომ რომ ეხლა აქტიური თანამშრომლობა გაქვთ დაუშვათ თქვენს კოლეგებთან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, თუმცა მთლიანობაში სტრატეგიაში რამდენად სწორად არის ასახული ეს ნაწილი? კარგი შეკითხვაა. სწორედ აი ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რასაც უკვე ეს ვალდებულება წარმოშობს ევროკავშირთან ინტეგრაციის ნაწილში, ჩვენ ამ 4-დან ერთი ძირითადი მიზანი არის საერთაშორისო თანამშრომლობა, რომელიც მოიაზრებს ამ ამოცანას. თავის მხრივ ერთი ამოცანა არის საერთაშორისო მხრივ და როლავი ფორმატების უფრო მეტად განვითარება და თალკე ამოცანად არის გამოყოფილი, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების ხარდაჭერა, რაც თავის მხრივ მოიცავს შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრირების მხარეს ინფორმაციული სისტემების მეტად დაახლოებას ევროკავშირის ინფორმაციულ სისტემასთან.
სისტემებთან. პირველ რიგში ეს ეხება, რა თქმა უნდა, ინფორმაციის გაცვლის, საბაჟო და სახელმწიფო ინფორმაციის გაცვლის ნაწილს, რომელიც დღესაც ძალიან დონეზე ხორციელდება, თუმცა შემდგომ წლებში უფრო აქტიურად განხორციელდება, გადაედინება ის ნაბიჯები, რომ ეს ინფორმაციული სისტემები იქნეს ერთმანეთთან მაქსიმალურად დაახლოებული. ეს კი მნიშვნელოვანი დეტალი კიდევ ერთია ამ სტრატეგიის დაწერა, რაც არ უნდა ის კარგად გქონდეთ დაწერილი, ძალიან მნიშვნელოვანია შედეგების შეფასებას რამდენად სწორად შეძლებთ თქვენც და შესაბამისად მე უკვე ამაზე დაყნობით სხვა ტიპის გადაწყვეტილებას როგორ მიიღებთ. ამიტომ რამდენად გაქვთ განსაზღვრული რომ დავუშვათ სტრატეგიად, მაგრამ ამ სტრატეგიით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შეფასება როგორ უნდა მოხდეს, რა რისკ ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული და დავუშვათ ამ ნაწილში რამდენად მზად ხართ იმისთვის რომ აი პროცესის განმავლობაში დავუშვათ ცვლილებები შეიტანოთ მე უკვე ამ სტრატეგიაში. სტრატეგია სწორად აღნიშნეთ არის ზოგადი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ზოგად მიმართულებებს და ამოცანებს, თუმცა ამ ამოცანების ქვეშ ყოველწლიურად შემოსავლების სამსახური შეიმუშავებს, ამტკიცებს და აქვეყნებს სამოქმედო გეგმებს, რომელიც გაწერილია კონკრეტული პროექტები და აქტივობები, ძალიან დეტალურად. განსაზღვრულია შუალედური სამიზნე მაჩვენებლები, ისევე როგორც ერთწლიანი, ორწლიანი, სამწლიანი და ასევე ექვსწლიანი მაჩვენებლები, რომლის შეფასებასაც მიზნად ვისახავთ უკვე ამ პერიოდულობით, როგორც მე აღნიშნე. და ჩვენი საუბრის ბოლოს ასევე საინტერესოა თუ არის უკვე საჯარო ეს დოკუმენტი და როგორ შეუძლია ბიზნესს აი ამ დოკუმენტთან არსებული გასაგებერის უკვე დამტკიცებული სტრატეგია, მაგრამ პრაქტიკაში თუ იქნება გარკვეული დაუშვათ ხარვეზები, თუ შეუძლიათ რომ ამ მიმართულებით გარკვეულად რეკომენდაციებით მოგმართონ და ანუ რეალურად მე შემოსავლების სამსახურმა მოახდინოს ამის გათვალისწინება. ჩვენი დამტკიცებული სტრატეგია უკვე ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე RSG-ზე, შეუძლია ყველა დაინტერესებულ მხარეს ნახოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე და რა თქმა უნდა, ნდობაზე დაფუძნებული ეკოსისტემის განვითარება ზუსტად იმას ნიშნავს და პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე, რომ ბიზნეს ნებისმიერ დროს, რა თქმა უნდა, აქვს საშუალება ჩართული იყოს ამ სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების, პროექტების ნებისმიერი მიმართულებების როგორც შემუშავებაში, ცვლილებაში. რა თქმა უნდა, მზად ვართ და პირიქით მეთოდებულებით ვართ ამისათვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, წარმატებებს გისურვებთ, ზაზა თაბაგარი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.